მე სოხუმელი ვარ. ეს ნინო მირცხულავას პირველი წიგნია. იგი სოხუმზე, ომამდელი ქალაქის ყოველდღიურობაზე, ურთიერთობებზე და ომის შემდგომ გამოწვეულ ნოსტალგიაზე გვესაუბრება. ავტორი იხსენებს ყველა დეტალს, რომელიც სოხუმის განსაკუთრებულ ხასიათს წარმოაჩენდა. პირველი წიგნის პრეზენტაციაზე ავტორმა დევნილ საზოგადოებას უმასპინძლა, რომლებმაც გაიხსენეს საყვარელი ქალაქი და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფაქტები თავიანთი ცხოვრებიდან. ეს არის ერთი სოხუმელის მონატრება, მოგონებები იმ ადამიანებზე, რომლებიც სიყვარულით ცხოვრობდნენ ამ ულამაზეს კუთხეში აფხაზეთში. მინდა მადლობა უთხრა განათლების და კულტურის სამინისტროს, რომელმაც ითავა აი ამ ღონისძიების ორგანიზება და ხელი შეუწყო ერთი სოხუმელი კარგი ქალბატონის ნაფიქრალს, უსურვებ სოხუმში დაბრუნებას და იმ დიდი სიყვარულის და იმ დიდი აღმავლობის, აღმაფრენის გადმოტანას მის შემდგომ წიგნებში. შეუძლებელი იყო ნინოს არ დაეწერა ასეთი წიგნი. მე ვფიქრობ, რომ ნინომ დღეს ბევრი სათქმელი თქვა. რაც შეეხება თემატიკას, მინდა ვთქვა, რომ უნდა იყოს მეტად აქტუალური, ვიდრე არის დღეს. ძალიან საყვარელი ადამიანია, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მწერალია და ეს მინდა რომ ყველამ გაიცნოს. მინდა მივულოცო ნინოს წარმატება. საღამოზე ნინო მირცხულავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვეს და მომავალ შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. როგორც ავტორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, იგი ასევე ხატავს და წერს მუსიკას. საზოგადოებას კი სიახლეებს პირდება და ამბობს, რომ მომავალში საინტერესო გეგმები აქვს. ამ წიგნს როცა კითხულობ, ხარ სოხუმში, ოჯახში ხარ, შენს მეზობლებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან, დადიხარ სოხუმის ქუჩებში. ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რომელსაც აფხაზებთან შერიგების პოლიტიკა ქვია, ნდობის აღდგენის პოლიტიკა ქვია და ამ პოლიტიკას ახორციელებს არა მარტო სახელმწიფო. თუ ეს მარტო სახელმწიფოს იმედზე იქნება ეს პოლიტიკა, ის ვერ განხორციელდება. ამ პოლიტიკის განხორციელებაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ქალბატონი ნინო არის ამის ბრწყინვალე მაგალითი. მე სოხუმელი ვარ, ჩემი წიგნი ეძღვნება რა თქმა უნდა ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობის დათბობის საკითხს. ჩემი პირველი მიზანი იყო, რომ გამომეცა და გამეგზავნა სოხუმში, რომელიც მართლა წავიდა სოხუმში. რომ იმეწვნა ხმა სოხუმელებისთვის, რომ ჩვენ მზადა ვართ, ყველაფერი დავიწყო და შერიგებისკენ მოვწოდო. უკვე მუშაობ წიგნის მეორე ნაწილზე და კიდევ უფრო მეტი რაღაცა მინდა გავაკეთო.